ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ ვენესუელის პრეზიდენტ ნიკოლას მადუროს ახლო ნათესავებს სანქციები დაუწესა, რომელთა ფარგლებშიც მათ ამერიკის შეერთებულ შტატებში არსებულ ქონებასა თუ ფინანსურ აქტივებზე წვდომა ვეღარ ექნებათ. ასევე ამერიკის შეერთებულ შტატებში კომპანიებსა და მოქალაქეებს მათთან საქმიანი ურთიერთობების დამყარება აღარ შეეძლებათ. დონალდ ტრამპის მიზანია გაზარდო ზეწოლა ვენესუელაზე, რათა შეერთებულ შტატებში ნარკოტიკების უკანონო შედინება შეჩერდეს. ამერიკის შეერთებული შტატები მადუროზე ზეწოლას აძლიერებს, თუმცა ამავდროულად ჩვენ ვიგებთ, რომ ტრამპი და მადურო ერთმანეთთან საუბრობენ. ეს კი აჩვენებს იმას, თუ როგორ მოქმედებს თეთრი სახლი მსგავს დიპლომატიურ მოლაპარაკებებში. ტრამპი ნებისმიერი სახის მოლაპარაკებაში ზეწოლის გაზრდას ამჯობინებს და ვფიქრობ, არც ეს შემთხვევაა გამონაკლისი. სანამ პრეზიდენტ ნიკოლას მადუროს ოჯახის წევრებს სანქციებს დაუწესებდნენ, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ვენესუელის სანაპიროსთან ნავთობ ტანკერი დააკავა. ასევე შეერთებული შტატების შეიარაღებულმა ძალებმა იერიშები მიიტანეს იმ გემებზე, რომლებითაც ნარკოტიკები გადაჰქონდათ. სექტემბრიდან მოყოლებული ამ ინციდენტებს 87 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ამ ადმინისტრაციას მადუროს წასვლა უნდა, მაგრამ ასე ვფიქრობ, რომ მას ვენესუელაში უფრო დიდი მიზნები აქვს, რომლებიც თეთრი სახლის იმიგრაციის პრიორიტეტებს უკავშირდება. მათ სურთ ვენესუელიდან მიგრანტებისა და ლტოლვილების ნაკადის შეჩერება. ასევე ცხადი ადმინისტრაცია ვენესუელის ნავთობს ახლოდან აკვირდება. ვენესუელას მსოფლიოში ყველაზე დიდი ნავთობის რეზერვები აქვს და ეს ფაქტი მათ არ გამორჩენიათ. ჩემი აზრით, ადმინისტრაცია ცდილობს წინააღმდეგეს ჩინეთისა და რუსეთის მზარდ გავლენას დასავლეთ ნახევარსფეროში. ვენესუელა წლების განმავლობაში რუსეთისა და ჩინეთის ოპერაციების ბაზას წარმოადგენდა. ვენესუელის პრეზიდენტმა ნიკოლას მადურომ კი ამერიკის შეერთებული შტატები და მისი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ღიად გააკრიტიკა. ვენესუელის სანაპიროსთან ნავთობ ტანკერის დაკავების გამო მან ამერიკის შეერთებულ შტატებს კარიბის ზღვის მეკობრეები უწოდა. ამ მომენტში ამ გემის ეკიპაჟის წევრები, რომლებსაც საერთაშორისო ბაზრებზე 1,900,000 ბარელი ნავთობი გადაჰქონდა და რომლის ხარჯებიც ვენესუელაში გადაიხადეს, რადგან ყველა ვინც ნავთობს მოიპოვებს პირველ რიგში იხდის ამ ხარჯებს, ძევლად არიან აყვანილი. ისინი გაუჩინარდნენ, არავინ იცის სად არიან. მათ გაიტაცეს ისინი, მოიპარეს გემი და დაიწყეს ახალი ერა, კარიბის ზღვაში კრიმინალური საზღვაო მეკობრეობის ერა. ვენესუელა ეწინააღმდეგება კარიბის ზღვის აუზის წინააღმდეგ ჩადენილ ყველანაირ ქმედებასა და კრიმინალურ მეკობრეობას. ვენესუელის პრეზიდენტის ინფორმაციით, ვენესუელას მხარს უჭერს რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი. ნიკოლას მადუროს განცხადებით, ის რუს კოლეგას ტელეფონით ესაუბრა, სადაც ვლადიმერ პუტინმა ვენესუელის მთავრობას სოლიდარობა გამოუცხადა.